პატივცემულო ჭადრაკის მოყვარულებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეო გაკვეთილების სერიას. პირველი 9 გაკვეთილი სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ თქვენ დაგიწყოთ ჭადრაკის თამაში. თუმცა როგორც მესამე მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ხოსე რაულ კაპაბლანკა ამბობდა, ჭადრაკის თამაშის სწავლა ადვილია, მაგრამ რთულია ისწავლო კარგად თამაში. და ეს ნამდვილად ასია. ანუ გზა, რომელიც ახალბედ და მოჭადრაკემ უნდა გაიაროს კვალიფიციურ მოჭადრაკემდე, აი ამ გზაზე ძალიან ბევრი საფეხურია და ნაბიჯ-ნაბიჯ ეს საფეხურები უნდა დაიძლიოს. ეხლა დღეს ჩვენ შევდგებით მარტივი ენჩპილების სერიას. მარტივი ენჩპილები უკვე სახელწოდებიდან ჩანს, რომ რთული აქ არაფერი არ არის. მოდით დავიწყოთ პირდაპირ ორი ეტლით მეფის დაშამათების სწავლა და შემდეგ ბოლოში უკვე ვილაპარაკებთ თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ესე იგი თქვენ წინაშია ფინალური პოზიცია, როდესაც ორი ეტლი აშამათებს მეფეს. დააკვირდით ამ პოზიციას, მეფე არის დაფის კიდეზე, მეშვიდე ჰორიზონტალს მას ართმევს აშვიდზე მყოფი ეტლი, ხოლო ბერვადან მას ემუქრება ბერვაზე მყოფი ეტლი და უცხადებს ქიშს. და რადგან მეფეს სვლა არ აქვს, ეს არის შამათი. ეს არის ტიპიური ფინალური პოზიცია. დააკვირდით ეტლების განლაგებას. ისინი არ დგანან ერთ ვერტიკალზე ან ერთ ჰორიზონტალზე. ესეც მნიშვნელოვანია. მოდით ვნახოთ შემდეგი პოზიცია. ეს არის ფინალურის წინა პოზიცია. ანუ შემდეგ სვლაზე, ეხა შავების სვლაა და შემდეგ სვლაზე ისინი ეტლი აერთით სვამენ შამათს. როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს აშორ ეტლს. იმიტომ რომ ის ართმევს მეორე ჰორიზონტალს თეთრ მეფეს, რომელსაც არ შეუძლია ეგზევით ასვლა. ხოლო ფინალურ აკორდს კი სვამს ავერტიკალზე მყოფი ეტლი, რომელიც აერთიდან უცხადებს შამათს თეთრ მეფეს. როგორც ხედავთ, ორ ეტლს მეფის დახმარების გარეშე შეუძლია ჩასვას ძალიან ადვილად შამათი. მოდით ვნახოთ შემდეგი პოზიცია. აი ეს პოზიცია შეიძლება წარმოიშვას პარტიაში. პირველ რიგში მე მინდა რომ ყველა ჩვენი სვლა იყოს გეგმაზომიერი, ანუ რაღაც გეგმაში შედიოდეს, ან რაღაც მიზანს ემსახურებოდეს. როგორც წესი, ჭადრაკში უმიზნო სვლებს მივყავართ წაგებამდე. შეიძლება დავკარგოთ ის ორი ეტლიც. ესე იგი, პირველი მეფის დაშამათებისას უნდა როგორც ფინალურ პოზიციაში ვნახეთ, მეფე შევავიწროოთ, მას შეუზღუდოთ გადაადგილების თავისუფლება და ისე რომ ის აღმოჩნდეს დაფის კიდეზე ან კუთხეში, ხო? იმიტომ რომ მეფეს ცენტრში შეუძლია 8 უჯრაზე წასვლა, თუ ის კიდეზეა მას 5 უჯრაზე წასვლა შეუძლია, ხოლო თუ კუთხეშია 3 უჯრაზე. შესაბამისად, ყველაზე ადვილი მეფის დაშამათება იქნება დაფის კიდეზე ან კუთხეში. როგორც აი ფინალურ პოზიციაში ვნახეთ, მეფე დავაშამათოთ, ესე იგი ჯერ შევავიწროოთ მერვე ჰორიზონტალისკენ და მერვე ჰორიზონტალზე ის დავაშამათოთ რომელიმე ეტლით. მოდით პირველ რიგში ვითამაშოთ სვლა, რომელიც უზღუდავს მეფეს ქვევით ჩამოსვლას, ხო, მეორე ჰორიზონტალზე. და ესე იგი მეფეს დარჩა 3 მოძრაოდ, მესამეს და ზევით ჰორიზონტალები. ნუ თქვათ აქ ითამაშე მეფე d3. შემდეგი ეტლით, ეტლი a3, დააკვირდით ეტლების ურთიერთქმედებას. ეტლი a3-დან უცხადებთ ქიშს, ხო? მეორე ჰორიზონტალი დაკავებულია b2 ეტლით, რომელზეც მეფეს არ შეუძლია ჩამოსვლა. უნდა ავიდეს ზევით მეოთხე ჰორიზონტალზე. მეფე c4. ეხლა ეტლი b4 რო ვითამაშოთ, მოგვიკლავს, ხო? იმიტომ რომ დაუცველია ეტლი. ამიტომ მეფე c4-ზე ეტლი a-შორზე მიდის. ეტლის უპირატესობა ის არის, რომ მას შორიდანაც შეუძლია მუქარების შექმნა. ამიტომ გადავისროლოთ მეფისგან შორს საწინააღმდეგო მიმართულებით. მეფე b4 ემუქრება ჩვენს a3-ზე მყოფ ეტლს. აქაც მნიშვნელოვანი სვლა ეტლი g3. იგივე ვერტიკალზე
არ ვსვამთ, ხო, რაც A2 ეტლია. A3-ზე შეცდომა იქნებოდა. ანუ ეტლებს შორის უნდა იყოს ერთი უჯრა დიაგონალზე დაშორება. ეს დააკვირდით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეფე C4 წამოვიდა, მეფე ისევ ეტლებისკენ, ხო? ეხლა უყურეთ, როგორ თითქოს კიბეზე ადიხართ, აი ისე უნდა ითამაშოთ. ეტლი A2-დან უცხადებს მეოთხე ჰორიზონტალიდან შავ მეფეს ქიშს. მესამე ჰორიზონტალზე მყოფი ეტლი კი არ აძლევს მას საშუალებას ჩამოვიდეს ქვევით. მეფე D5. ეხლა უყურეთ, მეოთხე ჰორიზონტალი A4 ეტლს აქვს დაკავებული, ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ამიტომ G3 ეტლიდან G5-დან ვეუბნებით მას ქიშს. მეფე უნდა ავიდეს მე-6 ჰორიზონტალზე. მეფე E6 თან მოდის ეტლებისკენ, ხო? ეხლა მეორე ეტლით A4-დან ვეუბნებით A6-დან ქიშს. აი, როგორც ხედავთ, ისე უნდა ავიდეს ზევით მე-7 ჰორიზონტალზე. ეხლა იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ, ეტლი G7, G7-ზე დაუცველია, მოგვიკლავს. ამიტომ უნდა გადავისროლოთ ეს ეტლი მოპირდაპირე მიმართულებით. იგივე მეფე G7, როდესაც უახლოვდება ჩვენს A6-ზე მყოფ ეტლს, უნდა გადავისროლოთ B6-ზე. ეხლა მეფე ისე უნდა დაბრუნდეს უკან, ხო? სანამ ის დაბრუნდება, ჩვენ უკვე შამათსაც ჩავსვამთ. მეფე F7, აი ამ ეტლს B6-დან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ამიტომ მეორე ეტლია თავისუფალი A5-დან, ვეუბნებით ქიშს. ისე უნდა ავიდეს ზევით მერვე ჰორიზონტალზე და როგორც ხედავთ, ფინალურ პოზიციას მიუახლოვდით, ხო? B8-დან გამოუცხადეთ მას შამათი. აქ უნდა დავაკვირდეთ აი მანევრებს, ორი მანევრია მნიშვნელოვანი. ის რომ ეტლები, მეფე როგორც კი უახლოვდება ჩვენს ეტლებს გადავისვრით მეფისგან მოპირდაპირე მიმართულებით, აი როგორც ეს იყო აი ამ პოზიციაში, A6-დან ქიში, მეფე F7 და აქ გადავისროლეთ A5-ზე, ხო? მოგვიახლოვდა, გადავისროლეთ B6-ზე. და სანამ ის მოვა, ჩვენ უკვე შამათი ჩავსვით მას. იგივე მოხდა აი აქაც, ხო? როდესაც ქიში გამოუცხადეთ, მეფე C4 და აქაც ეს ეტლი გადავისროლეთ აქეთ, იმიტომ რომ B4-დან მოგვიკლავდა, გადავისროლეთ A4-ზე, რაც შეიძლება შორს, მეფე B4-ზე გადავისროლეთ, რაც შეიძლება შორს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეორე მნიშვნელოვანი მანევრი არის, რომ როდესაც ესე იგი ჩვენ თითქოს კიბეებზე თითო-თითო საფეხური ავდივართ, ისე ვავიწროვებთ მოწინააღმდეგის მეფეს. აი ეს კარგად ჩანს აი აქ. ეტლი A4, აი ამ პოზიციაში. ეტლი A4, მეფე D5, ეტლი G3, ხედავთ, რიგრიგობით მეფეს ავიწროვებენ. და აქ უკვე მეორე მანევრი შედის ძალაში, როდესაც ჩვენ ეტლების შორს უნდა გავიყვანოთ მეფისგან. ესე იგი, მოდით ეხლა გავიაროთ ორი ეტლით ვნახეთ, ხო? მოდით ლაზიერით და ეტლით როგორ შეგვიძლია ჩაუსვათ შამათი, ხო? უფრო ადვილად უნდა შეგვეძლოს წესით და მართლაც ასია. აი ავიღოთ ეს პოზიცია, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ლაზიერი ასევე ჰორიზონტალებზეც როგორც ჰორიზონტალებზე და ვერტიკალებზე, ასევე ემუქრება სხვა ფიგურებს დიაგონალებზე. ეტლისგან განსხვავებით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია როგორც ორი ეტლის შემთხვევაში იგივე პრინციპი გამოვიყენოთ. მაგალითად, ეტლი C3 უცხადებთ ქიშს, მეფე B4, შემდეგ ეტლი C4 ქიში, ლაზიერი უშლის ხელს რო ქვევით ჩამოვიდეს, ეტლი კი უცხადებს ქიშს, ხო? მეფე უნდა ავიდეს ზევით. შემდეგ ორი ეტლის შემთხვევაში ჩვენ შორს უნდა გადაგვესროლა, ხო? ფიგურები, რომ ერთმანეთს ვერ იცავენ დიაგონალზე და ამიტომ შორიდან ეუბნებიან ქიშებს. ლაზიერი თუ ყავს. ამ შემთხვევაში ეგ არ არის აუცილებელი. ლაზიერი B3-დან შეხედეთ რა კარგად იცავს ეტლს და ეუბნება თან ქიშს შავ მეფეს, ხო? ემუქრება.
ეხა ერთადერთი სვლა დარჩა მეფეს A5-ზე ან A6-ზე, ხო, A-ვერტიკალზე უნდა გადაინაცვლოს. მეფე A5 და უყურეთ რა კარგია, როდესაც ლაზიერი ყავს, ის იცავს ეტლს. ეტლი კი შამაც უცხადებს შავ მეფეს. აი, ეს არის ერთი მეთოდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. არის კიდე სხვა მეთოდი, მაგალითად, რო დაუბრუნდეთ საწყის პოზიციას, აი აქ. ჩვენ შეგვიძლია მერვე ჰორიზონტალზე ჩავსვათ აი როგორ მეფეს შამათი. ქიში, აი დააკვირდით, ეტლსა და ლაზიერს შორის ერთი უჯრის სხვაობაა, ხო? შუაში მომწყვდეული ყავთ მეფე. ეტლი B5, ქიში. მეფეს ერთადერთი სვლა აქვს C6-ზე დარჩენილი. უნდა ჩავიდეს C6-ზე. ლაზიერი D5 ქიში. ერთმანეთს იცავს ლაზიერი და ეტლი, ართმევენ B და D ვერტიკალს, მეფეს ერთადერთი სვლა აქვს C7-ზე. შემდეგ ეტლი B7, ეტლი დაცულია ლაზიერით, უცხადებს ქიშს, D ვერტიკალი დაკავებულია, უნდა ჩავიდეს ქვევით, ლაზიერი D7 შამათი. ეს უფრო ადვილია. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დააწყოთ დაფაზე ნებისმიერი პოზიცია, სადაც თქვენ გექნებათ ორი ეტლი და მეფე, მეფის წინააღმდეგ, ან ლაზიერი და ეტლი მეფის წინააღმდეგ და პრაქტიკაში აუცილებლად ნახოთ როგორ შეიძლება ადვილად ჩაისვას შამათი აი ამ ფიგურებით. არ უნდა დაგვავიწყდეს პატის შესაძლებლობები, ანუ როდესაც ჩვენ ვავიწროვებთ მეფეს, უზღუდავთ მას გადაადგილების თავისუფლებას, ანუ ზედმეტად არ უნდა შეუზღუდოთ. ერთი უჯრა მაინც უნდა დაუტოვოთ, რომ მას შეეძლოს გადაადგილება თითო-თითო უჯრაზე. იმიტომ რომ თუ მას არ დაუტოვებთ უჯრას სასიარულოდ, იქნება პატი, ხო? როგორც ეს აი ამ მაგალითშია. თქვა წარმოვიდგინოთ, რომ ბოლო სვლა იყო, თქვა A7-დან ეტლი, ან F7-დან ეტლი მოვიდა G7-ზე. კუთხეშია მეფე, მას საერთოდ ერთი სვლაც არ აქვს. ქიში არ იყო, შესაბამისად ეს არის პატი და ძალიან დასანანი იქნება, როდესაც ჩვენ მოგებულ პოზიციას დავამთავრებთ ყაიმით. მაშინ ესე იგი ჩვენ გავიარეთ ორი ეტლით და ან ლაზიერით და ეტლით მეფის დაშამათება. აქვე ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან არ უნდა შეუზღუდოთ მეფეს თავისუფლება, რომ არ მივიღოთ პატი, მოგებულ პოზიციაში ყაიმით არ დავასრულოთ პარტია. გაივარჯიშეთ და გელოდებით შემდეგ გაკვეთილზე. დროებით ნახვამდის.